მოყურებს კურიერს 9 საათზე მე შეგახსენებთ რომ ზუსტად 10 საათზე მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება გიგი გულავას საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მანამდე კი დღის მთავარი სპორტული თემა ინგლისში დღეს ოფიციალურად გაიხსნა 2015 წლის მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშება. მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრების პორტუგალოსნები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. პირველ შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი ტონგას წინააღმდეგ გამართავს მატჩი 19 სექტემბერს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. და როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები პირველი შერკინებისთვის, ამის შესახებ დავით ერაძე ისაუბრებს ინგლისიდან. რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩვენ ლეგენდარულ ტუიკენჰეიმის სტადიონზე ვიმყოფებით, სადაც პირველი მსოფლიო თასის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ინგლისისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია, ეს შეხვედრა უდიდესი ინტერესი იწვევს და მატჩზე დასასრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივარის ყურადღება მთლიანად გოლჩესტერისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ჩვენი ნაკრები უკვე ტონგას დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ქართველი მორაგბისთვის მართალია ნაკრებში იყო გარკვეული მიკროტრაუმები, თუმცა ჩვენთან საუბარში ნაკრების წევრებმა განაცხადეს, რომ გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. ვემზადებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის დღე ან პირველი კვირა ამ თამაშისთვის მოსამზადებელი, ძალიან დიდი დრო გავიარეთ და ძალიან დიდი დრო არის ვემზადებით ამ თამაშისთვის და მე ვფიქრობ, რომ შედეგი უნდა გამოიღოს ყველაფერი. ძალიან ძლიერი მეტოქია ყველა მიცით, მაგრამ ჩემის აზრით ჩვენ მზად ვართ, რომ ეს თამაში მოვიგოთ, გუნდში იგრძნობა, რომ თამაში აგერ კარზე გვაქვს მომგარი და ძალიან რაღაცა ერთსულოვნება და მიზნისკენ სწრაფვა არის. რაგბი რომ სპორტზე გაცილებით მეტია ინგლისისთვის, თითოეულ ნაბიჯზე ჩანს ლონდონის საკმაოდ ლამაზად არის სარაგბო ფერებში მოწყობილი თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი კუთხე აქვს მიჩენილი. აქ ტუიკენჰეიმზე საქართველოს ბორჯღალის ფრიალებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ ცენტრალურ უბანში ლონდონის ტაუერ ბრიჯთან გაიხსნა ქართული სახლი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იფუნქციონირებს და აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნება გაეცნონ საქართველოს კულტურას და ქართული რაგბის ისტორიას. საქართველოს დღესდღეობით იქნება წარმოდგენილი როგორც კულტურის დღეებზე და ქართულ დღეებზე, ასევე დარწმუნებულად ჩვენ ნაკრების საშუალებითაც ყველა დარწმუნდება საქართველოს სიძლიერეში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოსა და ტონგას ნაკრებების შეხვედრას დაახლოებით 100-მდე ქართველი გულშემატკივარი დაესწრება, რომელიც სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდა, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალურად თბილისიდან ჩამოვიდა. ტონგასა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნაკრებისთვის.